მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, სმენელებო და ერთგულო გამომწერებო. სანამ დღევანდელ საოცარ და სევდიან ისტორიაში გადავეშვებით, მინდა თითოეულ თქვენგანს მშვიდი და იმედიანი მომავალი გისურვოთ. ჯერა რომ ხვალინდელი დღე ბევრად უფრო ნათელი და დადებითი იქნება. მოდით, ყველა ცუდი ენერგია წარსულს ჩავაბაროთ და გვახსოვდეს, რომ ყოველი ახალი გათენება ახალი შესაძლებლობაა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიაზე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ეს არის ვრცელი, დრამატული და დეტალური სცენარი. წყნარია ატლანტის ოკეანის ფსკერი. იქ 4 კილომეტრის სიღრმეში, სადაც მზის სხივი ვერასდროს აღწევს, საუკუნეზე მეტია ერთი გიგანტი განისვენებს. ის აღარ ბრწყინავს, აღარ გუგუნებს და აღარ აფრქვევს იმედს. ის ჟანგისა და დუმილის ტყვეა. ჩვენ მას ტიტანიკს ვუწოდებთ. სახელს, რომელიც ერთდროულად ნიშნავს დიდებულებასაც და უდიდეს ტრაგედიასაც. 1912 წლის აპრილის იმსაბედისწერო ღამემდე სამყაროს სჯეროდა, რომ ადამიანმა ბუნება დაამარცხა. ეგონათ, რომ ფოლადმა ორთქლმა და ინჟინერიამ ოკეანე მუხლებზე დააჩოქა. მაგრამ სიმართლე გაცილებით სასტიკი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ არ მოგიყვებით მშრალ ფაქტებს. ჩვენ გაგატარებთ იმ გზაზე, რომელიც ბელფასტის ხმაურიანი გემთსაშენებიდან ატლანტის ყინულოვან უსკრულამდე მიდის. მოემზადეთ, რადგან ეს არის ამბავი ადამიანურ სულზე, რომელიც ყველაზე მეტად მაშინ ბრწყინდება, როცა ირგვლივ მხოლოდ წვდიადი და სიკვდილია. მე-20 საუკუნის დასაწყისი. სამყარო დუხს. პროგრესის წყურვილით შეპყრობილი კაცობრიობა ცდილობს ყველაფერი უფრო დიდი, უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი გახადოს. ბელფასტში, ჰარლანდ ენდ ვოლფის გემთსაშენებში ათასობით მუშა დღე და ღამე შრომობდა. წარმოიდგინეთ რკინისა და ფოლადის ეს გიგანტური ჩონჩხი, რომელიც ნელ-ნელა ფორმას იღებდა. მილიონობით მოქლონი, ათასობით ტონა ლითონი, ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო. თეთრი ვარსკვლავის ხაზის ხელმძღვანელებს სურდათ შეექმნათ რაღაც ისეთი, რაც ისტორიაში დარჩებოდა. და მათ ეს შეძლეს. ტიტანიკი იქ იყო მცურავი სასახლე. შიგნით შესულს გავიწყდებოდათ, რომ ოკეანეში ხართ. აქ იყო საუკეთესო რესტორნები, ბიბლიოთეკები, ბროლის ჭაღები და კიბეები, რომლებიც სამეფო დარბაზებს არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა ამ ბრწყინვალების მიღმა გემის ქვედა სართულებზე მესამე კლასის ვიწრო კაბინებში სულ სხვა სუნთქვა ისმოდა. იქ იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებმაც უკანასკნელი გროშები გაიღეს ბილეთისთვის. ისინი გარბოდნენ სიღარიბისგან, ომისგან და ეძებდნენ იმედს ამერიკაში. მათთვის ტიტანიკი იყო არა ფუფუნება, არამედ ერთადერთი ხიდი ახალ ცხოვრებამდე. 1912 წლის 10 აპრილი. საუთჰემპტონის პორტი ხალხითაა სავსე. ორკესტრი უკრავს, ათასობით ადამიანი ხელს აქნევს, ზოგს სიხარულის წრემლისთვის, ზოგს სევდის. გემი ნელა ტოვებს ნაპირს. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იყო უკანასკნელი შეხება მიწასთან. პირველი 4 დღეს ზღაპარს ჰგავდა. ოკეანე მშვიდი იყო, თითქოს ისიც მოხიბლულიყო ამ ახალი სტუმრით. გზავრები ტკბებოდნენ მზის ჩასვლით, სადილებითა და მუსიკით. კაპიტანი სმიტი, გამოცდილი მეზღვაურით, დარწმუნებული იყო თავის ხომალდში. გემბანზე სეირნობისას ხალხი ამბობდა, ეს გემი უძირავია. ეს ფრაზა ჰაერში ტრიალებდა, როგორც უხილავი წყევლა. სწორედ ამ თავდაჯერებულობამ დააბრმავა ყველა. გაფრთხილებები აისბერგების შესახებ მოდიოდა, მაგრამ ისინი სადღაც იკარგებოდა. ტიტანიკის სრულისვლით მიქროდა წინ, წვდიადში, სადაც მას ბედისწერა ელოდა. საბედისწერო შეხვედრა. 14 აპრილი, ღამის 12 საკლია 20 წუთი. ჰაერი გაკინულია, წყალი კი სარკესავით გლუვი. სწორედ ეს იყო პრობლემა. ტალღების არარსებობის გამო აისბერგის ძირში თეთრი ქაფი არ ჩანდა. გუშაგებმა ის ძალიან გვიან დაინახეს. მხოლოდ 30 წამი, სულ ეს იყო დრო, რაც მათ გადასარჩენად ჰქონდათ. საჭის მკვეთრი მოძრაობა, ძრავების შეჩერება. მაგრამ ფოლადის მასა ძალიან დიდია საიმისოდ, რომ ასე სწრაფად მობრუნდეს. დარტყმა არ ყოფილა ხმა მაღალი. ბევრს ეგონა, რომ გემმა უბრალოდ რაღაცას გადაჰკრა. ზოგიერთმა მგზავრმა გემბანზე ჩამოცვენილი ყინულის ნატეხებით ფეხბურთის თამაშიც კი დაიწყო. ისინი იცინოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ წყლის ქვეშ უხილავმა მარყუშმა უკვე მოუჭირა გემის კორპუსს. 5 ნაკვეთური გაიხსნა, ტიტანიკის სასიკვდილოდ დაიჭრა. ქაოსი და ადამიანური სახე. როდესაც ბრძანება გაიცა სამაშველო ნავებისკენ, პანიკა მაშინვე არ იფეთქა. ხალხს ისევ არ სჯეროდა. მათ ეგონათ, რომ პატარა ნავში გადასვლა შუა ოკეანეში უფრო საშიში იყო, ვიდრე ამ გიგანტურ გემზე დარჩენა. მაგრამ როდესაც ხომალდმა ცხვირით ქვემოთ დაიწყო დახრა, რეალობა ყველასთვის ნათელი გახდა. აქ დაიწყო ისტორიის ყველაზე მტკივნეული სცენები. სამაშველო ნავები მხოლოდ ნახევრისთვის იყო საკმარისი, ჯერ ქალები და ბავშვები, ეს არ იყო მხოლოდ წესი, ეს იყო განაჩენი მამაკაცებისთვის. წარმოიდგინეთ მამა, რომელიც შვილს ნავში სვამს, ეღიმება და ეუბნება, ხვალ შევხვდებით, თუმცა იცის, რომ ეს მისი ბოლო სიტყვებია.
წარმოიდგინეთ ისი სტრაუსი და მისი მეუღლე იდა, რომელმაც უარი თქვა ნავში ჩაჯდომაზე და ქმარს გვერდით დაუდგა სიტყვებით: ჩვენ ბევრი წელი ერთად ვიყავით, სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. და ორკესტრი. 8 მუსიკოსი, რომლებიც გემბანზე იდგნენ და უკრავდნენ. ისინი არ ცდილობდნენ გადარჩენას. ისინი უკრავდნენ იმისთვის, რომ სხვებისთვის სიკვდილის შიში დაეთრკუნათ. მათი მელოდია წყლის ხმაურსა და ყვირილს ერწყმოდა, სანამ ბოლო ნოტმა ოკეანის სიღრმეში არ ჩაიძირა. უფსკრულის სიმართლე. ღამის 2 საათი და 20 წუთი. ტიტანიკი ვერტიკალურად დადგა. შუქები ბოლოჯერ აციმციმდა და ჩაქრა. საზარელი ხმაურით, რკინის გაგლეჯვისა და ფოლადის მსხვევის ხმით, გიგანტი ორად გაიპო და უფსკრულისკენ წავიდა. ზედაპირზე დარჩა მხოლოდ ყინულოვანი წყალი და ასობით ადამიანის სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც ნელ-ნელა კვდებოდა სიცივისგან. როდესაც დახმარება მოვიდა, უკვე გვიან იყო. 1500-ზე მეტი სიცოცხლე ოკეანემ შთანთქა. დღეს, როდესაც ტიტანიკის ჟანგიან ნარჩენებს ვუყურებთ, ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ გემს. ჩვენ ვხედავთ გაკვეთილს. ეს არის ამბავი იმაზე, რომ არც ერთი ტექნოლოგია, არც ერთი ოქრო და არც ერთი ამბიცია არ ღირს ადამიანურ სიცოცხლეზე მეტად. ტიტანიკი დამარცხდა ბუნებასთან ბრძოლაში, მაგრამ მან დაგვიტოვა ამბები უდიდეს თავგანწირვაზე, სიყვარულსა და ღირსებაზე. ის ისევ იქ არის 3800 მეტრის სიღრმეში. ნელა იშლება, მტვრად იქცევა და ქრება. მაგრამ მისი ექო სამუდამოდ დარჩება ტალღებში, როგორც გაფრთხილება. ადამიანი დიდებულია, მაგრამ ბუნება მარადიული. ჩემო მეგობრებო, მადლობა, რომ ეს ემოციური გზა ჩემთან ერთად გაიარეთ. მინდა დაგემშვიდობოთ და დაგიტოვოთ დიდი იმედი, ჯერა რომ თქვენს ცხოვრებაში ყველა კეთილი ჩანაფიქრი აუცილებლად ასრულდება. არასოდეს დანებდეთ და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი ძალების. და აქვე გამოიწერეთ არქივისაც ჯერ კიდევ დაგავიწყდათ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად.